ბაზარზე დღეს უკვე იმდენი დრონია მარტივად შეიძლება დაიბნე. ამიტომ აუცილებელია მისი სწორად შერჩევა. მოგესალმებით კოპტერტექის არხზე, მე შაკო ვარ, სერვის მენეჯერი და დღეს წარმოგიდგენთ სამხარებლო ხაზიდან 8 დრონს დაწყებული DJI Neo-ით დამთავრებული anti-gravity AI-ით. ვიდეოს ბოლოს კი გაგიზიარებთ DJI-სგან წლის ერთ-ერთ დიდ სიახლეს. ამ ვიდეოს შემდეგ დარწმუნებული ვარ თქვენი პოვით თქვენზე მორგებულ დრონს, მაშასე დავიწყოთ. წარმოგიდგენთ Neo-სა და Neo 2-ს, ეს არის DJI-ის ყველაზე ბიუჯეტური დრონები დამწყებ პილოტებისთვის. მათ ტექნიკურ მახასიათებლებსაც შეეხება 114 გრამი არის Neo, 155 გრამი არის Neo 2, ნახევარი ჩეინ სენსორი აქვს 4K 60 კადრში ვიდეო გადაღება Neo-ს, ცოტა უკეთესი სენსორი და 4K 60 კადრში გადაღება ასევე Neo 2-ს. მაქსიმალური ფრეინის დრო არის 18 წუთი 22 წუთის წინააღმდეგ, მაქსიმალური ფრეინის მანძილი კონკრეტული პულტისა და სათვალის შემთხვევაში 8 კილომეტრამდეა, ხოლო აქ 10 კილომეტრამდე. დრონი გამოადგება დამწყებ პილოტებს, იმიტომ რომ ბიუჯეტური ვერსია არის სამხარებლო ხაზში DJI-დან და საშუალებას გვაძლევს რომ გავეცნოთ დრონის საწყისებს. უპირატესობებიდან გამოვყოფთ მათ კომპაქტურობას, მათ მართვის ფუნქციებს, როგორიც არის ხმოვანი ბრძანებებით, ხელით მართვა, ტელეფონით მართვა, პულტით მართვა, სათვალით მართვა და ასე შემდეგ. ასევე დავამატებდი მათ დაცულ კორპუსს, როგორც ხედავთ, პროპელერების გარშემო დამცავები აქვთ ორივე მოდელს. Neo 2-ს განსხვავებით პირველ Neo-სგან აქვს ასევე დაბრკოლების თავდანარიდების სენსორები, ლიდარით არის წარმოდგენილი წინა მხარეს, რომელიც ღამეც მუშაობს და ასევე 360 გრადუსიანი ხედვის კამერით, რომელიც დღე მუშაობს. აღნიშნული მოდელები კომპაქტურობიდან გამომდინარე კარგი არის სამოგზაუროდ, შეგიძლიათ პირადი გამოყენებისთვის, მეგობრებთან ერთად გასართობად, ლაშქრობებისთვის, პიკნიკებისთვის. ვისთვისაც Neo და Neo 2 საკმარისი არ არის, გთავაზობთ შემდეგ მოდელებს, ესენი არის DJI Flip-ი, DJI Mini 5 Pro. Flip-ზე რომ ვისაუბროთ, უკვე გაზრდილი არის ფრენიზო და ფრენის მანძილი Neo-სთან შედარებით. ისევე როგორც Neo სერიის შემთხვევაში ახაც გვაქვს საშუალება მართოთ აღნიშნული დრონი ხმით, ხელის ჟესტებით, პულტით. მაქსიმალური ფრენის მანძილი არის 10 კილომეტრამდე, ხოლო მაქსიმალური ფრენიზო 30 წუთამდე. აღნიშნული მოდელი არის ერთი ნაბიჯით მაღალმდგომი Neo-სთან შედარებით, შესაბამისად, ასევე კარგი არის მისი კომპაქტურობიდან გამომდინარე სამოგზაუროდ, საშუალო ხარისხის ვიდეო გადასაღებად. აღნიშნულ მოდელს გააჩნია დაბრკოლების თავდანარიდების სისტემა წინ და ქვევით. კონკრეტული მოდელის უპირატესობები არის 259 გრამამდე არის, რაც გულისხმობს იმას, რომ არ მოითხოვს რეგისტრაციას, რეგულაციების შესაბამისად. არის გასაშლელი დასაკეცი დიზაინით, როგორც ხედავთ. არის დაცული კორპუსი, შეჯღებისგან გვიცავს, არის აღჭურვილი წინა სენსორით, რომელიც დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მუშაობს. აქვს საკმაოდ კარგი კამერა და მისი ზომიდან გამომდინარე იდეალური არის სამოგზაუროდ, ჩანთაში სატარებლად, პირადი გამოყენებისთვის და ასე შემდეგ. გადავდივართ უკვე DJI შემდეგ სერიაზე, რომელიც არის mini სერიები და დღეს წარმოგიდგენთ mini სერიებში ბოლო მოდელს Mini 5 Pro. აღნიშნული დრონი წინამორბედებისგან განსხვავებით საკმაოდ დახვეწილი არის და ბევრი ფუნქცია აქვს დამატებული. მაგალითად, პირველი მაქსიმალური ფრენის დრო არის 34 წუთამდე სტანდარტული ელემენტით და ასევე გაზრდილი ელემენტი არსებობს, რომელიც 45 წუთიან ფრენას თავაზობს. არის დაბრკოლების თავდანარიდების სენსორები სრულად 360 გრადუსით, ზევით, ქვევით. აქვს ლიდარის სენსორი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ღამეც ხედავს დაბრკოლებას და უვლის გვერდს არ ჩერდება. კამერა უკვე გვაქვს ერთიჩიანი სენსორით, 50 მეგაპიქსელიანი არის, რაც ნიშნავს, რომ საკმაოდ ხარისხიანი ფოტო-ვიდეო მასალა შეგვიძლია უკვე გადავიღოთ ამ კამერით. აღნიშნული მოდელი არის 259 გრამი, რაც გულისხმობს ასევე იმას, რომ რეგულაცია არ გვეხება და არ არის ვალდებულიო და ვარეგისტრიროთ კონკრეტული მოდელი. მაქსიმალური ფრენის მანძილი 10 კილომეტრამდე არის გაზრდილი ევროპის რეგიონში. კონკრეტული მოდელი უკვე შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ნახევრად კომერციული გადაღებებისთვის, ასევე პირადი მოხმარებისთვის, რა თქმა უნდა, მის ზომიდან და კომპაქტურობიდან გამომდინარე, ისიც ასევე კარგი არის სამგზავროდ, როგორც ხედავთ, არის გასაშლელი დასაკეცი დიზაინი. ესეთი ხდება. არის სხვადასხვა კომპლექტაცია, ეკრანიანი და არაეკრანიანი პულტი. აღნიშნულ მოდელს აქვს საკმაოდ დახვეწილი ეგრეთ წოდებული მიდევნების ფუნქცია, რაც გამოგადგებათ ავტომატურ გადაღებისთვის, შეგიძლიათ მონიშნოთ ადამიანი, ავტომობილი ნებისმიერი მოძრავი თუ უძრავი ობიექტი და ავტომატურად შეუძლია მას გაყვეს. საკმაოდ კარგი დრონია კონტენტ კრეატორებისთვის, მისი ხარისხიდან, კომპაქტურობიდან, ფასიდან გამომდინარე. ასევე ცალკე გამოყოფდი კამერის ვერტიკალურ გადაღების ფუნქციას, რაც საშუალებას გვაძლევს ეგრეთ წოდებული მობილურის ფორმატით გადავიღოთ ჩვენთვის სასურველი ფოტო-ვიდეო მასალა. მინდა გითხრათ ერთ-ერთი სიტყვა ამ 4 დრონის საერთო მახასიათებლებზე, როგორიც არის პირველი, ეს 4-ვე მოდელი ექცევა 250 გრამზე ქვევით კატეგორიაში, რაც გულისხმობს შეგვიძლია რომ არ დავარეგისტროთ ისინი რეგულაციის შესაბამისად ევროკავშირის მასშტაბით საკმაოდ მარტივი არის საზღვარზე შეტანა გამოტანა და საკმაოდ მარტივია მათი ფრენა თითქმის ნებისმიერ ადგილზე. ასევე დავამატებ რომ ამ 4 მოდელზე და კონკრეტულად ყველა მოდელზე რომელიც 250 გრამს არ აღემატება შეზღუდული არის მაქსიმალური ფრენის სიმაღლე 120 მეტრამდე. იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ არის საკმარისი Neo, Flip და Mini სერიები, წარმოგიდგენთ შემდეგ სერიას და ამ სერიაში ერთ-ერთ მოდელს AR3S, ისევე როგორც Mini 5 Pro-ს, აღნიშნულ მოდელსაც ეკეცება ფეხები, როგორც ხედავთ. თუმცა Mini 5 Pro-სგან განსხვავებით უკვე წონაში გაზრდილი არის და დაახლოებით 700 გრამს შეადგენს.
ხდება უკვე ერთ კორპუსში გაერთიანებული ორი ლინზა, საიდანაც ერთი არის სტანდარტული ფართე კუთხის გადაღებისთვის, ხოლო მეორე ეგრეთ წოდებული ზუმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს სამჯერ მივაახლოვოთ ჩვენ სასველი ობიექტი. რაც შეეხება კამერას, გეტყვით, რომ აქაც 1 ინჩიანი სენსორი გვაქვს ქვედა ლინზაზე, ხოლო 9 ინჩიანი სენსორი გვაქვს ზედა ლინზაზე, საიდანაც ზუმი შეგვიძლია გავაკეთოთ. კონკრეტული მოდელი დაფრინავს 10 კმ-მდე რადიუსით, ფრენის სიმაღლე კი 500 მეტრამდე არის გაზრდილი, თუ არაერტოს მოშორებული ვართ 50 კმ-ზე ნაკლები მანძილით, ხოლო 1000 მეტრამდე თუ არაერტოს მოშორებულად 50 კმ-ზე მეტი მანძილით. თუმცა შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოგვიყვება რეგულაცია გვიგრძელოს 120 მეტრზე დრონის ფრენას. აღნიშნული მოდელი დაფრინავს -10-დან +40 გრადუსამდე ტემპერატურაში, ხოლო მაქსიმალური ფრენის დრო შეადგენს 56 წუთს. კონკრეტული მოდელი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც პირადი, ასევე კომერციული საქმიანობისთვის, რადგან საკმაოდ ხარისხიანი ფოტო-ვიდეო გადაღების საშუალებას გვაძლევს მისი კამერა. ისევე როგორც Mini 5 Pro-ს, R3S მოდელსაც გააჩნია სრული 360 გრადუსიანი დაკვირვების თავი ნარიდების სენსორები და ასევე ლიდარი ღამე ფრენისთვის. მინდა შემოგთავაზოთ სამხმელო სერიაში ერთ-ერთი საუკეთესო დრონი, რომელიც არის Mavic 4 Pro. ანალოგიურად გასაშლელი დასაკეთების დიზაინით, გაზრდილი წონით, რომელიც 130 გრამს შეადგენს და ნამდვილად საუკეთესო მონაცემებით. დავიწყე მისი ფრენის დროით, რომელიც არის დაახლოებით 46 წუთი. ფრენის მანძილი 12 კმ-მდე ევროპის რეგიონში. აღჭურვილი არის 360 გრადუსიანი დაბრკოლების თავიდან სენსორებით, როგორც ხედავთ, ზევით, ქვევით, ასევე წინ არის ლიდარი სენსორი, რომელიც ღამე ფრენის დროს უზრუნველყოფს უსაფრთხო ფრენას. წარმოგიდგენთ ამ დრონის მთავარ სიამაყეს, ეს არის მისი კამერები, რომელიც ერთ კორპუსში არის გაერთიანებული. მთავარი კამერა ჰასელბლადის ლინზით, რომელიც 4/3 ინჩის მქონე არის და 2 ზუმ კამერა. ეს იყო პირველი დროინი DJI-ის ისტორიაში, რომელმაც დაამატეს 360 გრადუსიანი როლ მოძრაობა. აი ესე როგორც ახლა ხედავთ. თითეული კამერა არის 100 მეგაპიქსელი და ძალიან ხარისხიან ფოტო-ვიდეო მასალას იღებს. აღნიშნული მოდელის კამერას შეუძლია შემოგთავაზოს 6K მაქსიმალური რეზოლუცია, ასევე 10 ბიტიანი დილოგ რეჟიმი. კონკრეტული მოდელი გვთავაზობს 512 გიგაბაიტიან შიდა მეხსიერებას და 6K ალინტრა კოდექსში გადაღების საშუალებას. აღნიშნული მოდელი შეგვიძლია გამოვიყენოთ უკვე სრულფასოვანი კომერციული გადაღებისთვის და დამერწმუნდით ის ნამდვილად არ შეგარწმუნდეთ. და წარმოგიდგენთ შემდეგ მოდელებს Insta360-ის პირველი 360 გრადუსიანი დრონი Antigravity A1 და DJI Avata 2. დავიწყოთ Antigravity A1-ით, რომელიც არის მსოფლიოში პირველი 360 გრადუსიანი კამერით აღჭურვილი დრონი, როგორც ხედავთ ლინზას ზევით, ასევე ქვევით და ქმნის საერთო 360 გრადუსიან სურათს. შესაბამისად, ეს არის დრონი, რომლის ფრენის შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ კადრი არ გამოგრჩებათ. ისევე როგორც წინა მოდელები გვაქვს გაშლა დაკეცვის მექანიზმი. კონკრეტული მოდელი ასევე არის 250 გრამზე ნაკლები. დავრცელდება მასზე ისეთივე წესები და პირობები, როგორც სხვა 250 გრამზე ნაკლები დრონის შემთხვევაში. კონკრეტული მოდელი იმართება სპეციალური პულტითა და სათვალით, რაც გვთავაზობს განსხვავებულ შეგრძნებას. მაქსიმალური ფრენის დრო არის 30 წუთამდე, მაქსიმალური ფრენის მანძილი არის 6.8 კმ-მდე ევროპის რეგიონში, ხოლო მისი მაქსიმალური ფრენის სიმაღლე ისევე როგორც სხვა 250 გრამზე ნაკლები დრონის შემთხვევაში 120 მეტრი არის. მოდელი აღჭურვილი არის დაბრკოლების თავიდან სენსორებით წინ და ქვევით. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ განსხვავებით სტანდარტული ვიდეო გადაღებებისგან, რომელსაც DJI-ის დრონები გვთავაზობს, Antigravity-ის შემთხვევაში გვაქვს განსხვავებული რაკურსის დაჭერის საშუალება და როგორც ვახსენე, თითქმის გაუფუჭებელი კადრი. Antigravity A1 გვთავაზობს 8K 360 გრადუსიან გადაღებას. მოდელი შეგიძლიათ გამოიყენოთ ეგრეთ წოდებული action გადაღებებისთვის, ეს იქნება ლაშქრობა, ეს იქნება სრიალი, ეს იქნება წყლის სპორტი თუ ასე შემდეგ. ასევე კარგი არის სოლო გადაღებებისთვის, იმიტომ რომ ისევე როგორც DJI სხვა დრონებს, მასაც გააჩნია მიდონების ფუნქცია. გამომდინარე მისი შესაძლებლობიდან 360 გრადუსიანი კადრი შემოგთავაზოს, ეს აძლევს ადამიანს საშუალებას, რომ მარტომ გამოიყენოს აღნიშნული მოდელი. და დღეისთვის ბოლო მოდელი სამომხმარებლო ხარში ეს არის Avata 2. რომელიც განსხვავებით სტანდარტული ფოტო-ვიდეო გადაღებებისგან გვთავაზობს ეგრეთ წოდებულ action გადაღების საშუალებას, შეგვიძლია ვმართოთ როგორც სტანდარტული, ასევე ეგრეთ წოდებული მანუალ რეჟიმით და შეგვიძლია მივიღოთ ისეთი კადრები, რომლებიც სხვა დრონებს არ შეუძლიათ შემოგთავაზონ. კონკრეტული მოდელი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ეგრეთ წოდებული სარბოლო სტილის დრონიც, გამომდინარე მისი დახრის კუთხიდან და სიჩქარიდან და ასევე გადაღებიდან. ისევე როგორც Neo სერიები და Flip, კორპუსი აღჭურვილი არის დამცავებით, რაც ხელს გვიწვევს იმაში, რომ ნაკლებად დაზიანდეს პროპელერები. Avata 2-ის მაქსიმალური ფრენის დრო არის 22 წუთი, მაქსიმალური ფრენის მანძილი არის დაახლოებით 6 კმ-მდე, ხოლო მაქსიმალური ფრენის სიმაღლე 500 მეტრამდე არის გაზრდილი. არის საკმაოდ გამძლე დრონი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ კონკრეტული დრონები, რომლებიც ეგრეთ წოდებული action გადაღებისთვის არის გაკუთვნილი, საკმაოდ ხშირად ხდება მათი ჩამოვარდნა, მიჯახება ამ შემდეგ. მინდა გითხრათ, საკმაოდ გამძლე კორპუსი აქვს და იტანს ასე თუ ისე დაზიანებებს. კამერა გვთავაზობს 4K 60 კადრ-წამში გადაღებას, დრონი აღჭურვილი არის დაბრკოლების თავიდან სენსორებით უკან და ქვევით. აღნიშნული მოდელი შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი სახის სპორტული აქტივობების გადასაღებად, მისი მონაცემებიდან გამომდინარე. ბოლოს მინდა გაგიზიაროთ სიახლე DJI-სგან, მარტის თვეში დაანონსდა DJI-ის
მოდელი Avata 360, რომელიც თავაზობთ როგორც სტანდარტულ ერთ ლინზით გადაღებას, ასევე ორი ლინზით 360 გრადუსიან ვიდეო გადაღებას. დავველოდოთ სიახლეებს და ნახოთ როგორი იქნება ეს რეალობაში. თუმცა, სანამ წელს დაანონსებული სიახლეების შეძენის საშუალება გვექნება, მანამდე ჩვენს მიერ განვლილი დრონები შეგიძლიათ შეიძინოთ Coptertech-ის თბილისისა და ბათუმის ფილიალში, ასევე ჩვენს ვებგვერდზე. კომენტარებში შეგიძლიათ დაგვიწეროთ კიდევ რა პროდუქტის განხილვას ისურვებდით, მე კი გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.